გორში შეჯახების შედეგად დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. ანი ბერიანიძე და 3 წლის მართა ბოლო გზაზე ოჯახის გარდა მოქალაქეებმაც გააცილეს. გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 2 დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. ოჯახი დაკავებული რევას ელის ბარაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს და ეჭვები აქვს, რომ ავტომანქანას არა ის, არამედ მისი არასრულწლოვანი შვილი მართავდა. ოჯახს აინტერესებს 200-ზე მეტი ჯარიმის მქონე ადამიანს რატომ არ ჩამოართვეს მართვის მოწყობა. ხანძარი ქუთაისის ბაზარში ჭავჭავაძის გამზირზე 13 ჯიხური დაიწვა. მოვაჭრეების თქმით გაუნადგურდათ პროდუქციის 100%. როგორც ისინი ამბობენ, ძლიერი ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა და სამუშაო ადგილებზე მისულებს მაღაზიები უკვე დამწვარი დახვდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაშავებული არავინაა. მოსკოვის ოლქში ვალდბერისის საწყობებში ხანძრის ჩაქრობას რუსეთი ავიაციის გამოყენებით ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. უკვე რამდენიმე საათია იწვის საწყობები, რომლებსაც ოკუპანტი დრონებისა და სანავიგაციო აღჭურვილობისთვის სანქცირებული კომპონენტების მისაწოდებლად იყენებდა. ეს იყო პასუხი უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვისთვის. განაცხადა ზელენსკიმ რუსეთზე მასშტაბურ თავდასხმებზე. პრეზიდენტის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა ფრონტის ხაზიდან 500 და 700 კილომეტრის დაშორებით წარმატებით გაანადგურეს სამიზნეების შავ და აზოვის ზღვებში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.